დაბრუნდა თუ არა ქვეყანაში 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სქემა, ფინანსური პირამიდა, რომელმაც მაშინ ათასობით მოქალაქე დააზარალა. ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები მომხმარებელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოქმედებს რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელს არარეალურად მაღალ პროცენტს თავაზობს, რაც შესაძლოა დაინტერესებული პირებისთვის სარისკო აღმოჩნდეს. მოქალაქეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს ეროვნული ბანკიც, თავად საფინანსო ორგანიზაციებს ტელეკამერებთან გამოჩენა არ სურთ. ბოლო პერიოდში მომრავლებულია წვრილი საფინანსო კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს ლარში განთავსებულ ანაბარში წლიურად უფრო დიდ საპროცენტო განაკვეთს თავაზობენ, ვიდრე კომერციული ბანკები. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც ეროვნული ბანკის რეგულირების მიღმა იმყოფებიან. არ გააჩნიათ კაპიტალი, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ ფინანსური რისკების წარმოქმნის შემთხვევაში მომხმარებლებისათვის თანხის დაბრუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოხდეს აი ამ ორგანიზაციების საქმიანობის კრიმინალიზაცია. ანუ აუცილებელი არის, რომ იყოს კანონმდებლობით დადგენილი, რადგან მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული. გვაქვს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც მომხმარებლები რეკავენ და გვეკითხებიან, ანუ კონსულტაციას გადიან ჩვენთან, თუ რამდენად არის საიმედო თანხის დაბანდება მსგავსი ტიპის შეპესეებში და რა თქმა უნდა ჩვენ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ შესაბამისი გზავნილი გაგვეკეთებინა მოსახლეობისთვის, რომ ისინი მეტი სიფრთხილით და მეტი დაკვირვებით მოეკიდონ იმ ფაქტს, თუ სად ახდენენ საკუთარი დანაზოგის განთავსებას. კლასიკური პირამიდა იგივე პონცის სქემა, ბიზნესის წარმოების ისეთი სქემა, როდესაც ორგანიზაცია იზიდავს სახსრებს მოსახლეობიდან, სანაცვლოდ მათ გარკვეულ სარგებელს თავაზობს, ხშირად მაღალ საპროცენტო განაკვეთს. ეროვნული ბანკის განმარტებით აღნიშნული სქემის მიხედვით მოზიდული სახსრები იდება არა რეალურ ბიზნესში, არამედ ამ ფულით ძველი მომხმარებლების ვალდებულებების გასტუმრება ხდება. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ საკუთარი თანხების დაბანდებამდე მიიღონ ინფორმირებული და გონიმრული გადაწყვეტილება მაღალი საპროცენტო განაკვეთის სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში გულისხმობს მაღალ რისკს. საფინანსო ორგანიზაციები თემაზე სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა მოამბე ესაუბრა ერთ-ერთი ორგანიზაციის ოპერატორს, რომელმაც მომხმარებელთათვის საჭირო ინფორმაციაზე და კომპანიის შეთავაზებაზე ისაუბრა. შესაძლოა შესაბამისად გვაქვს მაღალ პროცენტი. დროის საკითხის არის დღეს ერთად, რადგან ეროვნული ბანკი არ არის ჩვენს უკან. განსხვავება ბანკებში ის არის, საკმაოდ დაბალი პროცენტია, აქ სარგებლის მაღალი პროცენტია და მიმზიდველია საკმაოდ. დაზარალებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა სპეციალისტების განცხადებით ეს არის ნაღმი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს.